დამოუკიდებელი დაცემ, რომელიც საქართველოსთვის იქნება მნიშვნელოვანი მივესალმები აღნიშნული სკოლის დირექტორს ბატონცის გარაფაჩულია საღამოშობისა დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მართალია გადარჩენა რომ ფარისის კონდა დაგეგმილი, თუმცა მაღლობებს და დავაცანი რის გამოც ჩვენ ხვდებით ერთმანეთს იმის გამო რომ არ ჩაშლილიყო დღევანდელი დღის თემა. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ იდეა საიდან გამოვიდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციისა და თქვენი სკოლის თანამშრომლობის შესახებ და რას ითვალისწინებს უფრო კონკრეტულად სხვადასხვა სკოლების თვითმმართველობების დაკონტროლება.Ში მოგესალმებით ბატონო დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისათვის და მინდა საქმეში შეხვედრა ჯერში უგულოთ რომ გუშინდელი და დღევანდელი დღე სულად საქართველოს ცხოვრება, მოსამართლობა, მეცის და უფლის მადლით ფარავდეს. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. ჩვენი ურთიერთობა შედგა რამდენიმე თვის უკან. შემდგომ ის ახალგაზრდები რომელიც საქართველოში მართლაც იმუშაოს დემოკრატიის განვითარებისათვის, ამიტომ ახალი თაობა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის არასამთავრობო ორგანიზაცია არის ძალიან საინტერესო ორგანიზაცია, რომელსაც ქალაქში ხელმძღვანელობს ბატონი ნიკა კუხიანიძე, ის ასევე არის აქტიური წევრი იყო და არის ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობის და ჩვენ დავგეგმეთ ერთობლივად რათა გვემუშავა ამ საკითხზე და წამოიჭრა საკითხი, შეგვექნა აქტიური მოსწავლეთა თვითმმართველობა და ამ მოსწავლეთა თვითმმართველობის გააქტიურებისათვის ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩაგვეწოდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არჩეული არიან უკვე ჩვენი სკოლის თვითმმართველობაში, საკუთარ თავზე აიღებენ იმ დიდ ინიციატივას, რასაც ქალაქის სკოლების მასშტაბით მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობა ხდება. ეს შეეხება არა მარტო იმ კონკრეტულ საკითხს, რომელზეც დღეს გქონდა ჩვენ ღონისძიება, ანუ საქართველოს მოსწავლეთა სკოლდრაშა, აქ უნდა იქნება ლაპარაკი სხვადასხვა რიგ პრობლემებზე, საკითხებზე, რომელიც ქალაქს აკუთვნებს, თუნდაც აი როგორც შაშოს მაგალითად და დროის განმავლობაში სინოფესტების მიერ კარგად განახორციელოს სტუდენტების ჩაბმა თუნდაც ქალაქის დასუფთავების საქმეში და ასეთ რაღაცებში, თუნდაც ასეთ რაღაცებში კონკრეტულად ჩვენ ამ საკითხებს ჩვენ აღნიშნეთ, რომ გააქტიურება მოსწავლეთა თვითმმართველობების. უფრო კონკრეტულად აი ესეთი იგივე აქციების პარალელურად გაიგებოდა თვითონ ანუ ეს შეუწყობს თუ არა სკოლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, მოხდება თუ არა რაიმე პოლიტიკურ აქციებში, მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის მიღება, მაგალითად როგორც თქვენ სკოლაში იყო ღონისძიება და ეცნობოდა რუსეთის აგრესიას ჩვენამდე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ ამამდე იქნება საინტერესო. სხვა სკოლები რამდენად შემოგიერთდებათ, რამდენად ექნებათ ამის სურვილი, რომ ყველა მე ერთად რაღაც გააკეთონ, რაც მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში ქალაქის. დიდი მადლობა ამ შეკითხვისას ბატონო ირაკლი, მე მოგახსენებთ იმას, რომ მოსწავლეები რაც თავარია, მოტივირებული არიან, რომ ჩაებან ასეთ საქმიანობაში და პირველ რიგში აუცილებელი არის სკოლაში დემოკრატიის აშენება. და მოგეხსენებათ სკოლა მოდელი არის სახელმწიფოს სკოლაზე. და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვეცდებით და ვცდილობთ უკვე სკოლაში დავნერგოთ ღია და გამჭვირვალე საქმიანობა და როდესაც სკოლის დირექტორი პუნქტუალურად ასრულებს თავის საქმეს და ბავშვებს პირადი მაგალითით აჩვენებს ის რა აკეთებენ ბავშვებმა, ბავშვებიც უკვე აბსოლუტურად კალაპოტში დებიან და მათაც ისება სურვილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ აი მაგალითად მე ისტორიის მასწავლებელი ვარ სკოლაში და ჩვენ სკოლაში დავიწყეთ თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლების პროცესი, რასაც მედია გამოცდილებით ერთგვარ უამრავი დისკი ტექნიკური საშუალება ყველანაირი რომ მოსწავლეებმა თუნდაც დაიჭირეს ეკრანზე ყველაფერი ნახონ, ყველაფერი საინტერესო გადაწყვეტილები, ფილმები და ეს ყველაფერი ხდება მათ დაინტერესება პირველი. და თუ არ დაინტერესდა მოსწავლე იმას არანაირ არ აქვს რამის წესები ყოველთვის ამას მოგებდა. საინტერესო არის როდესაც დემოკრატიის მშენებლობაზე საუბრობთ და აქ უკვე პირდაპირ მნიშვნელობით აქცენტს ახდენს ბავშვებზე, რომლებიც არიან ჯერჯერობით სკოლის მოსწავლეები, რომელი ასაკიდან იწყება, აი მათი დაინტერესება, მათი და აი დემოკრატიის თვალსაზრისით. ეხლა მაგალითად არის აი მეხუთე მეექვსე კლასის აზრის ეკითხვა იმდენად კარგად ახლა ყველაზე მერმის თამაშს მომდა ხარ ზოგი განვითარების ზონის ცოტა დალვა ზოგი მაღლა, მაგრამ საერთოდ ჯამში აი მათ ეცნით რომ ისინი არიან ქართველები და ისინი რომლებიც ჩაებან მომავალში აი ქვეყნის აღსანიშნავობაში და ჩვენ ასეთ რამეს ვამბობთ. ბავშვებო ჯერ სკოლა ავაშენოთ. სკოლაში ჩვენ ორიენტირებთ და მე როცა ჩვენ სკოლაში დავამთავრეთ საზოგადოების ასპარეზზე როცა საზოგადოებაზე აღმოჩნდებით ჩვენ უკვე უნარჩვევებით ვიქნებით აქტიური რომელიც ნამდვილად გამოგვაწვება ვეცით რომ დროთა განმავლობაში ის ყველაფერი იცვლება და ამ ყველაფერს უნდა დანახვა კარგად. სინამდვილეში
მათ საკუთარ თავზე და საკუთარ სწავლაზე უნდა იზრუნოს. მოსწავლეს, რომელსაც გასწორებულია, რომ სწავლა საჭიროა მის პირადად და მე ოჯახთან გამოადგება და სახელმწიფოსა და ქვეყანასაც ეს არის ყველაზე უმთავრესი და აი ჩვენ სკოლაში ამის მაგალითი ნამდვილად არსებობს. ჩვენ ყავს ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები. აი მაგალითად აპონად იორგაძე, რომელიც ლექსებს წერს და ძალიან კარგად კითხულობს და თათია უკლება, რომელიც მაპატიებს თათია უკლება, რომელიც არაჩვეულებრივი გოგონაა და მათი კრებულები მალე გამოვა. აი ესენი არიან მაგალითი დაუშვათ სკოლის სკოლაში, ხო? აი მათ მაგალითი არის ბაზა სხვა. როგორც მე ყოველდღიურად ადრე მივდივარ, ზიან მოვდივარ სკოლიდან და მუშაობდე ჩვენ კურსებსა და ვაკეთებ და აი აქედანვე ჩნდება ინტერესი სახის კეთილს.